ქართველი დიპლომატისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ ორი გამოცემა მოამზადა. გამოცემებისა და ქართველი დიპლომატის შესახებ გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი ბატონი ზურაბ გაიპარაშვილი. დილომშვიდობის ბატონ ზურაბ, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის. მოგესალმებით და პირიქით მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და მოწვევისთვის. ბატონ ზურაბ, თავდაპირველად რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნეთ, გაიმართა პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 თებერვალს. 25 თებერვალი ალბათ ყველას მოიხსენება თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს თარიღი, მაგრამ მოდით თქვენგან მოვისმინოთ თუ რატომ მაინც და მაინც 25 თებერვალი შეირჩა იმისათვის, რომ პრეზენტაცია მომხდარიყო ამ კრებულების, რომელიც ბატონ აკაკი ჩხენკელს მიეძღვნა. მადლობთ. 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე გაახლავთ. 1921 წლის 25 თებერვალს გულისხმობთ, როდესაც საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა, სულ რამდენიმე 3 წელიც კი არ იარსება მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ და საბჭოთა რეჟიმმა, საბჭოთა არმიამ სამწუხაროდ დაიკავა თბილისი 1921 წლის 25 თებერვალს. ამას მთელი საქართველო აღნიშნავს და ყველა ქართველისთვის ეს ცნობილია. მაგრამ აი ეს დღე ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული დიპლომატიის ისტორიისათვის. მე სპეციალურად მოვიტანე ეს ფოტო, რასაკვირველია ასლია, რომელიც დაიბეჭდა ფრანგულ გაზეთში და ეს გახლავთ იმ მნიშვნელოვანი ფაქტის ამსახველი, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი, ცნობილი დიპლომატი, პოლიტიკოსი აკაკი ჩხენკელი საფრანგეთში, პარიზში მიემგზავრება ელისეის სასახლეში პრეზიდენტისათვის, საფრანგეთის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელების გადასაცემად. ანუ ეს არის ფოტო, ანუ ეს არის დღე, რომელიც ასახავს ერთი მხრივ საქართველოს ისტორიის ტრაგიზმით ახსავს ეს დღეს და მეორე მხრივ გარკვეული თვალსაზრისით ჰეროიკაც არის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, შემდგომ აკაკი ჩხენკელი თავის დღიურში დაწერს ამ დღესთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა მთელი თავისი სადღესასწაულო, ასე ვთქვათ, ნიუანსებით მიიღო საქართველოს წარმომადგენელი, მაგრამ ჩვენ რა გვედღესასწაულებოდა, როდესაც საქართველოს ცეცხლი ეკიდა. ეს არის აკაკი ჩხენკელის სიტყვები. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აი ასეთი უბედურება ტრიალებდა საქართველოს დედაქალაქში და შემდგომ საქართველოში, აკაკი ჩხენკელი და ქართველი მოწინავე საზოგადოებრიობა, პოლიტიკოსები, ზოგადად ქართველი ერი, მოდი ასე ვთქვათ, არ კარგავდა იმედს, რომ ეს იყო დროებითი. ნუ სამწუხაროდ ეს დროებით დამოუკიდებლობის დაკარგვა 70 წელი გაგრძელდა, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ დამოუკიდებლობა კვლავ აღვიდგინეთ. აკაკი ჩხენკელი იყო ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა თავისი განათლებით, თავისი პოლიტიკური ალღოთი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, საქართველოს განძლიერებისათვის ბრძოლას. უფრო დეტალურად რომ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს და მოვუყვეთ მისი ღვაწლისა და მოღვაწეობის შესახებ ბატონ ზურაბ და თავისთავად ეს დღიურების სწორედ რომელიც ეს არის უკვე პირველი და ასევე არის მეორე ტომიც კი ოტომად არის გამოცემული. აკაკი ჩხენკელი იყო საზოგადო მოღვაწე, იყო თავის დროზე რუსეთის იმპერიაში პარლამენტის წევრი, იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, აქტიური მოღვაწე, შემდგომ საქართველოს პირველი, ასე ვთქვათ, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი რამის თქმა შეიძლება მისი მოღვაწეობის შესახებ. თუმცა მე ამ შემთხვევაში გამოვყოფდი განსაკუთრებულ ღვაწლს თბილისის უნივერსიტეტის დაფუძნების საქმეში.
ეს ნაკლებად ცნობილი ამბავი არის. როდესაც 1918 წლის 26 იანვარს თბილისის უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა, პირველი სიტყვა სწორედ აკაკი ჩხენკელმა თქვა, იმიტომ რომ ის იყო, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელი ერთი და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის იყო თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარე. მან ძალიან დიდი ღვაწლი დაასდო უნივერსიტეტის დაფუძნების ამბავს და შემდგომაც მუდმივად ცდილობდა თვალი ედევნებინა აქ მიმდინარე პროცესებისათვის, თუმცა სამწუხაროდ მე დანანებით წერდა, რომ ერთი წლის განმავლობაში, როდესაც მე საქართველოში ვიყავ, ვეღარ მოვასწარი, ვერ მოვახერხე, რომ დავსწრებოდი ვერც ერთ ლექციას, თუმცა ვერც კი წარმოვიდგენდითო მოგვიანებით იხსენებს, როდესაც ამ შვენიერ დაწესებულებას ვაფუძნებდით, რომ რამდენიმე წელიწადში ის ასეთ დიდ წარმატებებს მიაღწევდაო. განსაკუთრებით, თქვათ, ყოველთვის საქმის კურსი იყო რა ხდებოდა თბილისის უნივერსიტეტში და ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა 1920 წელს 9 მაისს პირველი დისერტაციის დაცვა ჩვენს უნივერსიტეტს და აკაკი შანიძეს, სხვათა შორის დღეს აკაკი შანიძის დაბადების დღეს გახლავთ. როდესაც აკაკი ჩხენკელი გაემგზავრა უცხოეთში, იქ ჯერ ლეგაციას ხელმძღვანელობდა საფრანგეთში, პარიზში არსებულს, რომელიც ფაქტობრივად მხოლოდ საფრანგეთს არ მოიცავდა. ის შეიძლება ითქვას, რომ ხელმძღვანელობდა თითქმის ყველა დიპლომატიურ მისიას, რომელიც ევროპაში საქმიანობდა. მისი ოფიციალური საქმიანობა 1933 წლამდე გაგრძელდა, ის ოფიციალური ლეგაციის ხელმძღვანელი იყო, მაგრამ მოგეხსენებათ, დადგა დრო, როდესაც საფრანგეთმა ანგარიში გაუწია საბჭოთა რუსეთს და ჩვენმა ლეგაციამაც ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა, მაგრამ მიუხედავად იმისა, ის აკაკი ჩხენკელი აკაკი ჩხენკელს არ შეუწყვეტია საქმიანობა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. ჩვენ ასე ვთქვათ, ბატონ ზურაბ, დიახ, ეს სწორედ ამ თემაზე მინდოდა გადასვლა აკაკი ჩხენკელის საქმიანი წერილები, საუბრის ჩანაწერები და ოქმები, ესეც ორ ტომად არის გამოცემული. პირველი ტომი მოუწოდეთ ბატონ ზურაბ, თუ შეწუხდებით, საკმაოდ მოცულობითია თავისთავად კი და რას ინახავს ეს ტომები ამის შესახებ ვისაუბროთ უფრო დაწვრილებულად. დიახ, საზოგადოება მისიც უნდა იცოდეს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადმოეცა კიტა და აკაკი ჩხენკელების არქივი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა შვეიცარიაში და ეს არქივი არის უმდიდრესი და ძალზე საინტერესო მათთვის, ვისაც აინტერესებს ქართველოლოგია, ვისაც აინტერესებს ქართული დიპლომატიის ისტორია და ზოგადად საქართველოს ისტორია. ჩვენ დავიწყეთ ამ არქივის დამუშავება, შესწავლა, ვინახავთ რუდუნებით, ურთხილდებით და აი მკითხველს წარმოუდგინეთ ძალიან საინტერესო პუბლიკაციები. ეს არის ერთი დღიურების 2 ტომი და მეორე საქმიანი წერილები. დღიურები მოგეხსენებათ, არის ძალიან ინტიმური ტექსტი, თუ შეიძლება ასე ითქვას. ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, გამოგვექნებინა თუ არა აკაკის დღიურები, მაგრამ იქ მას აქვს ერთი ესეთი ჩანაწერი, რომ მას სურდა შემდგომ გაეკეთებინა მოგონებების წიგნი, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარებოდა აღიქვათ საქართველოსა და კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ამიტომაც გამოვეცით ეს, სადაც არის მისი ფიქრები, ნაზრები, თითოეული მოვლენის შესახებ, მაშინ მოღვაწე პიროვნებების შესახებ, როგორც ქართველთა, ასე ევროპელი პოლიტიკოსების შესახებ და ეს გრძელდება 18-33 წლებით. ეს უბრალოდ პირველი 2 ტომი არის, 22 წლის ჩვენ ვაგრძელებთ, რასაკვირველია, გამოცემას. რაც შეეხება საქმიან წერილებს, ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო და თვალსაჩინო ნიმუში იმისი, თუ როგორ უნდა მუშაობდეს დიპლომატი. და მე ვამბობ ამას ხმამაღლა, რომ ეს გამოცემა უნდა იქცეს ჩვენი დიპლომატებისათვის სამაგიდო წიგნადაც კი. აქ არის თითოეული შეხვედრის სკრუპულოზური ჩანაწერები, ოქმები,
წერილები, რომელიც გაუგზავნია აკაკი ჩხენკელს, ოფიციალურ წერილებზე მაქვს საუბარი, როგორც ქართველი პოლიტიკოსებისათვის, ქართველი დიპლომატებისათვის, ასევე უცხოელი კოლეგებისათვის და მოგეხსენებათ აკაკი ჩხენკელი ძალზე მიღებული ფიგურა გახლდათ ევროპულ პოლიტიკურ წრეებში და ის მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ქვეყანას წარმოადგენდა, თავისუფლად ესაუბრებოდა და ელაპარაკებოდა. რამდენად ხდებოდა გააზრება თვითონ ბატონი აკაკის ნათქვამის, მისი ასე ვთქვათ, დამოკიდებულების ქვეყნის მიმართ და არა მხოლოდ ქვეყნის მიმართ, ხოლმე მოგეხსენებათ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. პოლიტიკა მაინც ძალიან, ასე ვთქვათ, პრაგმატული და რაციონალური დარგია, ხო? დიდი ქვეყნები მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშს უწევდნენ აკაკი ჩხენკელის მოსაზრებებს და არგუმენტებს, ისინი მაინც ბუნებრივია საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ, თუმცა შემდგომ გაირკვა, რომ ისინი აღიარებდნენ, რომ ისინი შეცდნენ იმაში, რომ მათ საქართველოს გარკვეული მხარდაჭერა არ გაუწიეს იმისათვის, რომ წინააღმდგომოდა საქართველოს საბჭოთა რუსეთს. რასაკვირველია, აკაკი ჩხენკელმა და საქართველოს მთავრობამ, იქ წასულმა ემიგრაციაში წასულმა მთავრობამ ვერ მოახერხა მაშინ თავიანთ სიცოცხლეში დემოკრატიული რესპუბლიკის, ზოგადად საქართველოს თავისუფლების აღდგენა, მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, რომ მათ შრომას და ღვაწლს რასაკვირველია უკვალოდ არ ჩაუვლია, იმიტომ რომ დღეს საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყანა არის და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ და კიდევ უფრო წარმატებული იქნება მისი მომავალი. დიდი მადლობა ბატონ ზურაბ მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ და დარწმუნებული ვარ ჩვენი ეთერის მეშვეობით კიდევ ვისაუბრებთ ახალ გამოცემებზე, რომელიც მრავალი ისტორიული ფაქტის შემცველი, შემნახველი იქნება, ამსახველი და თავისთავად ჩვენს მომავალ თაობას აუცილებლად დასჭირდება ეს ყოველივე იმისათვის, რომ უკეთესი მომავალი, უკეთესი ქვეყანა შეიქმნას. მადლობთ თქვენი მობრძანებისთვის, შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი ბატონი ზურაბ გაიპარაშვილი.